ჩემი აზრით, თავისუფალი სამყაროს აშენება მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ. ზოგიერთ ქართულ თინეიჯერს ამის მიღწევაში ნიჩშა დაეხმარა. ვის როგორ ესმის მისი იდეები, ახლა გავიგებთ. მე ვარ მერი, ამ ეტაპზე გატაცებული ვარ მხატვრობით, ფილოსოფიით. ფილოსოფიას მაქსიმალურად ვიყენებ მხატვრობაში განსაკუთრებულად. და ზოგადად მხატვრობაში უპირატესობას ვანიჭებ ინდივიდუალური აზრის ქონას. არ მომწონს აგრეთვე ჩვენების დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, რადგან არ არის რაღაც საკმარისი პირობები იმისთვის შექმნილი, რომ განვითარდე როგორც ხელოვანი და ჩამოყალიბდე როგორც ინდივიდი. მე ვარ ელფი, ვარ მოსწავლე. გატაცებული ვარ ხელოვნებით. ძალიან მიყვარს მუსიკა, ვუკრავ ვიოლინოზე. ასევე ვხატავ და ძალიან მინდა რომ კარგი, ჯერჯერობით მოყვარული ვარ, მაგრამ ფოტოგრაფით ვარ გატაცებული. ეს არის ჩემი ფოტოები. სამოყვარულო დონეზე ვარ. პროტესტი მაქვს პირველ რიგში უსამართლობის მიმართ და ვცდილობ გამოვხატო ეს ჩემი ფოტოებით, ნახატებით. რა თქმა უნდა, ხალხის აზრი არ მაინტერესებს, ვისაც არ მოსწონს ჩემი შემოქმედება, ასე ვთქვათ, ბრწყალებში, რადგან ხელოვნება ჩემი აზრით არ მოიცავს არც არანაირ ჩარჩოს. და ვცდილობ დავამსხვრიო ეს ჩარჩო. მე ვარ ლიკა, 20 წლის. ვსწავლობ კინორეჟისურაზე და ძალიან მიყვარს კინო. ჩემთვის ეს არის ყველაზე ესეთი პირველ ადგილზე დგას ხელოვნების დარგში. მიყვარს სიახლე, მიყვარს სილამაზე და ზუსტად ეს არის კინო. ბევრი ახალი რამ არის სათქმელი, ასევე ბევრი ძველი გადასასწორებელი, ამ პირიქით გამგრძელებელი, როგორ ვიცი როგორ თქვა. მინდა რომ ბევრი რამე მეც ვთქვა. ნიცშეს წიგნი საერთოდ აღმოაჩინა ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში. იყო ის სადღაც ვისვენებდი და ეს მიყრუებული ადგილი და ეს ბევრი წიგნები ეხარა საერთოდ ძალიან ისე და ექცეოდნენ წიგნებს და შემთხვევით რაღაცები ნახე და ნიჩშე უბრალოდ ეს გადავშალე შუაში და რაღაცები ავიკითხე. და მივიყევი და ვეღარ გავჩერდი. ძალიან რაღაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ანუ იცი ამ მომენტი იყო რაღაც არ მომეწონა და ამ დროს რაღაც მომეწონა. ანუ რაღაც სხვა სიღრმე იყო მასში. სხვანაირად გავიგე ყველაფერი და როგორც ანუ ზიზღი ჩანს თითქოს, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდ სიყვარულს გასწავლის. პირველი, რაც ნიჩეს წაკითხვის შემდეგ იყო ეს რაღაც მომენტში ალბათ შიში გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, თქვენ ცხოვრების მიმართ, სხვანაირად დავინახე საკუთარი თავი. შემეშინდა რომ რაღაც სიმახინჯე ხომ არ ვარ მეთქი რაღაც სარკეში ჩახედისაც კი მეშინოდა არ ვიცი. შემდეგ უკვე წამოდა პროტესტის გრძნობა, საზოგადოების ცხოვრების წესის შესახებ, მაგრამ რთულია, ძალიან რთულია და საშიშია ამავე დროს. მიჩეს კითხვა იმ მომენტში, რომ ერთდროულად გასწავლის ცხოვრებას, მაგრამ ბევრისთვის ეს ცხოვრება არის მიუღებელი, არ ესმით. ნიჩეს როცა კითხულობ, ყოველგვარ ჩარჩოს უნდა მოსწრე, უნდა გარღვიო. ეს იქნება ხელოვნების, აზროვნების პირველ რიგში. ნიჩემ თქვა ღმერთი მოკვდა, ეს არის ყველაზე ცნობილი ფრაზა, რაც ნიჩემ თქვა, ყველაზე ღირებული და არ უნდა გაიგოს ადამიანმა ეს პირდაპირ მნიშვნელობით. ეს ფრაზა ძალიან ბევრს ესმის არასწორად, ასე ვთქვათ, რელიგიური თვალსაზრისით არასწორად. მაგრამ ნიჩემ სულ სხვა რაღაც იგულისხმა ამ სიტყვებში. ღმერთი რეალურად
მოკვდა როგორც ღმერთი, როგორც შემოქმედი. ანუ ადამიანში მოკვდა შემოქმედება, ადამიანში მოკვდა ღმერთი, საკუთარი თავი, ანუ მეობა მოკვდა ადამიანში. საინტერესოა მართლა ის, რომ ბევრი იქამდე ხდება ნიჩეს ფანი, სანამ მას წაიკითხავს მის შემოქმედებას და ეს ძალიან ისეთი სასაცილოა ცოტა. თუმცა არ ჩავფიქრდით და არ ვიტირებ. თუ ხარ შემოქმედი, შენ ნიცშეს გაიგებ თუ არა, მაშინ ეს წიგნი შენთვის არ არის.